საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო. რა თქმა უნდა, ტრადიციულად FM 105.9-ზე 4 შაბათ დღეს თქვენ უსმენთ და უყურებთ არტისტულ 4 შაბათ სალონ ბაკურაძესთან ერთად და ეს დღეც არ არის გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით იმ გამორჩეულ ხმას, იმ გამორჩეულ ადამიანს, იმ გამორჩეულ დამოკიდებულებას ამ ადამიანისადმი და ამ შემსრულებლისადმი, რომელიც უკვე ჩემ სტუდიაშია და რომელსაც სულ ცოტა ხანში წარგიდგენთ. ეს არის ჩემი თქვენი საყვარელი მომღერალი, უნიჭიერესი თიკა მახალდიანი, რომელიც დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის, ჩემო სიყვარულო გოგო. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, რა თქმა უნდა, მთელი შენი არსებით და ყველაფრით და დიდი მადლობა, რომ შენ გადაცემაში მომიწვიე. კი, იცი რა, მე აქ არ არის მარტო ის, რომ მე შენ გადაცემაში მოგიწვიე, იმიტომ რომ ეთერს გარეთაც ბევრი გვისაუბრია და ამისთვის მთელი ცხოვრება გვაქვს და გვექნება. უბრალოდ მინდა რომ დღევანდელი გადაცემა იყოს ისიც და ჩემი დამოკიდებულებაც იყოს შენი როგორც შემსრულებლის მიმართ და არა როგორც მეგობარი და უშოთ რაღაცა ამ კუთხით წავიყვანოთ მაინც და მაინც რადგან მგონია და მინდა რომ ყოველთვის რაღაცა შენს მიმართ შეფასებებიც შენი გამოჩენის ინტენსივობაც ყოველთვის მეცოტავება იმ შენს მონაცემებთან შედარებით რაც შენ გაქვს ხო, იცი რა, მეც მეცოტავება, მაგრამ აი ვერ ვხვდები ხოლმე. არა, აქ მე არ მინდა რომ არაფრით შენი კარიერა რაღაცით არა, მართალია, უფასურო, ეს არ არის ასე. მართალია, იქ სადაც გახარ და მე თვითონ ვარ ესეთი ტიპაჟი, რომელიც უბრალოდ მგონია რომ ჯერ კიდევ ალბათ ყველაში აღმოჩენილი არ ახარ. იმიტომ რომ მე როდესაც ვისმენ ახლა როგორ შეიძლება რომ მეგობარი ხარ ჩემი და ყველა შენი გერა ვიცი და ყველაფერი მომისვენია შენი შესრულებით როგორც სცენაზე ასევე სცენის გარეთ ხო დაუშვათ მაგრამ აი ჩემთვისაც კი ყველა ჯერზე დაუშვათ შენი შესრულება რაღაც ახალ აღმოჩენას უკავშირდება ყველა ჯერზე რაღაცა ის უდიდესი სიამოვნება მოდის შენი შესრულებიდან რომელიც დაუშვათ რომ აი რაღაცა თავს გადამაგდებინებს და ის სიღრმე და ის ოსტატობა რომ შენ მით უმეტეს აუცილებლად ხაზგასასმელია ქართულ სიმღერაში და ქართულ შესრულებაში ძალიან დიდი მადლობა გაქვს და ამიტომ მოდი პირველ რიგში მით დავიწყოთ რომ აი რა ხო არ შეიძლება მოგიჩვენოს რომ ოდნავ ბანალურია მაგრამ აი ისე გულწრფელად მინდა ახლა დაფიქრდე ამ შეკითხვაზე რომელსაც დავსვამ შეიძლება აქამდე ასე არც გიფიქრია მაგრამ აი შენთვის სიმღერა რა არის აი რას ნიშნავს ან რა იქნებოდა შენ ცხოვრებაში ამავე მნიშვნელობის და ამ სიმძაფრის რაც სიმღერა მუსიკა მართლა აი რო არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში მართლა ვერ წარმომიდგენია სხვანაირად ჩემი ცხოვრება აი როგორ აი რა უნდა გამეკეთებინა სხვა არ ვიცი მიუხედავად ამ ყველაფრისა შენ პროფესია მაინც სხვა რამე აირჩიე კი იმიტომ რომ რატომღაც იმ წელს როდესაც მე ვაბარებდი არ იყო ან მინდოდა თეატრალურში მუსკომედიაზე ჩაბარება და იმ წელს მაინც და მაინც არ იყო მიღება და საერთოდ აღარ იყო მის შემდეგ მე მგონი დამთავრდა საერთოდ დამთავრდა კი მორჩა და ნუ გადავწყვიტე ტელერადიო ჟურნალისტიკაზე ჩაბარება და რაღაცა ვითომ მაინც მე ხო აი რაღაცა ვითომ ტელევიზიისკენ წავედი და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგად მახსოვს ის ჩემი სტუდენტობა და კარგი იყო ნამდვილად არ არის ცუდი ანუ ერთი პროფესია რო გაქვს და მეორეც ასე ვთქვათ რა თუმცა რას ვფიქრობ და როგორ გონია სიმღერა რა შენ პროფესიად გექცია ეს მაგრამ ნუ სიმღერა ჩემთვის უპირველესია ხა არ და ბარემ ბოლომდე მიყოლოდი აი ჩაგებარებინა კონსერვატორიაში აი კონსერვატორიაში რო ჩაგებარ აი ნახე არა გვაქვს აი ვთქვათ ისეთი საესტრადო განხრით სასწავლებელი რომელიც იქნება პროფესიონალურ დონეზე. კონსერვატორიაში მაშინ უნდა ჩაგებარები ან ჯაზის მიმართულებით, ან ვოკალური, ის რა ქვია, კლასიკური მუსიკა. დიახ. და ასე შემდეგ რა და ან მე რაც მინდოდა და შენ რაც გინდა მაგალითად, ის არ არის სამწუხაროდ. და აქედან გამომდინარე ჭირს რა მოხდა. ხო, და რაც მე ვიცი, ანუ სიმღერის მხრივ და რაც ვისწავლე ამ ჩემი პედაგოგებიდან და ბავშვობიდან
რასაც მასწავლიან, ასე ვთქვათ, მანანა მორჩილაძე, რა ვიცი, რამდენი მასწავლებელი მყავდა, ანუ არა, აქ არ არის მაინც და მაინც ცოდნაზე, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ადამიანს, როდესაც ნიჭი აქვს თანდაყოლილი, მისთვის ძალიან მარტივია გახვიდე ფონს. ხო, რა თქმა უნდა, ეგეც იწყობს ხელს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ალბათ სწავლა ის სწორი მიმართულება, სწორი სუნთქვა, დაკვალიანება, ყველაფერი პირის აპარატი, ასე შემდეგ ყველაფერი, ხო, მაინც უნდა გითხრას გამოცდილმა აუცილებლად, აუცილებლად. და შენ როგორც მსმენელი რას ანიჭებ ხოლმე ძალიან დიდ მნიშვნელობას. აი მაინც ასია თუ ისია, ყველამ კარგად ვიცით, რა აქ არ განიხილება იმაზე, არ არის ლაპარაკი, რომ შემსრულებელს კარგი მუსიკალური მონაცემები უნდა ქონდეს და სმენა უნდა ქონდეს მუსიკალური და ხმა, ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ იმის გარდა ხო რაღაცა ჩვენი გემოვნებით ვწყვეტთ ხოლმე რა მოგწონს და რა არა, ხო ეს ბუნებრივია. თუმცა არის რაღაცა საზომი, რომელიც კრიტერიუმი, რომელიც ყველასთვის ერთი და იგივეა. მაგრამ შენთვის როგორც შემსრულებელი, როგორც მსმენელისთვის ამ შემთხვევაში. მაინც რაღაცა შენს გემოვნებასთან ახლოს არჩევ ხოლმე. რას მოვუსმინო? რას მოვუსმინო, არა, რას ანიჭებ ხოლმე მნიშვნელობას და ხას რას უსვამ შემსრულებელში. როდესაც უსმენ შემსრულებელს. ხო, იცი რა, ძალიან რთულია ესე გამოყო რაღაცა რა, ერთი რაღაც. ანუ ალბათ მთლიანობაში ვაქცევ ხოლმე ყველაფერს ექცევა უკვე ჩემიდან ანუ გამომდინარე და დამოუკიდებლად ყურადღება ექცევა ყველაფერს. აი რაღაცაზე მე მაგალითად აი ალბათ შემსრულებელი ხმის ტემბრი მომდის პირველი. ხო. აი რაღაცებზე დამიხუჭავს მე თვალი თუ აქ ის მონაცემები, რომელსაც მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რა. ეს არის რაღაცა ინდივიდუალიზმი, ეგ არის განსაკუთრებული ტემბრი, რომელიც დაუშვათ რაღაცა ტემბრი მაინც პირველი არის. ამიტომ შეიძლება რაღაც სხვა რამეზე დავუხუჭო თვალი, მაგრამ მაგ ჩემი წამყვანი კრიტერიუმები რის მიხედვითაც არჩევანს ვაკეთებ. დაუშვათ ეს იქნება კონკურსზე, ეს იქნება პირველ ჯერზე მოსმენა ამა თუ იმ შემსრულებლის თუ რაზეც ვაკეთებ აქცენტს. აი ეგ მაინტერესებს რას გამოყოფ ხოლმე. აი გულს რა გიჩუყებს ყველაზე მეტად. ხო, აი albათ აი შეიძლება ისეთი უცებ ისეთი რაღაცა ფრაზა გააკეთოს ტექნიკურად ან რაღაცა ისეთი აი პიანო უფრო გულს მიჩუქებს რატომღაც და არა ზედა ბგერების ჯახაჯუხი რა. მეც კულტურულად შესრულებული და აი თბილად და რაღაცნაირი აი ტკბილი ხმა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. ხო, მე ვუკვირდები კიდე რამდენად გააზრებულად მღერის სიმღერას. ხო, რა თქმა უნდა. ეგ კიდე ხო, ბევრი რა ნიუანსი არის რა მომღერალში, რომელიც გასათვალისწინებელი აქვს ყველა მუსიკოს და ან სიმღერა არ არის რა ათვილი რა ყველას გონია რომ ნუ შენ რა გენაღლება მღერი ხარ და ძალიან რთული არის და ხო, აი ძალიან გასაფრაზებელი ფრაზაა ეგ და ძალიან მწარდები ხოლმე რა მაგას რო ამბობენ რომ შენ რა მიდიაბა იმღერე რა ვიცი თუ რეგისტრია თუმეტეს კარგად სიმღერა ძალიან ბევრი მომღერალია მაგრამ ანუ ვფიქრობ რომ კარგი და საუკეთესო შეიძლება ცოტა იყოს მე ესე ვფიქრობ არა აბსოლუტურად გითხრები და თუმეტეს ხო იცი რა გემოვნების ამბავიც არის აი გემოვნება არის პირველ რიგში მაინც თავი რა. კარგად იგრძნობა თან აქ არა სიმღერაშიც გეტყობა ადამიანს როგორი გემოვნება გაქვს. კი. და ნუ გემოვნება იმაზე არ ვაფიქრ ხო ჩაცმის ამბავში არ ვიძახი. აი შინაგანი კულტურა რო აქვს ადამიანს უკვე სხვანაირად მღერის. როგორ უყურებ მომავალ თაობას? ბავშვებს რომლებიც ახლა გაგიჟებები აი ხა წინა გადაცემაში ზუსტად მაგაზე მქონდა ლაპარაკი რომ იმდენად ყველა კარგი მონაცემებით აი ვერ გამოარჩენ რომ ძალიან მიჭირს რაღაც დეტალებს ვეკითხები რომ რომელს უფრო სწორად აქვს შერჩეული რეპერტუარი რომელს უფრო მეტი რაღაც აი რაღაც ნიუანსებს ვეკიდები ისეც იმიტომ რომ მონაცემებით ყველა ძალიან კარგია აქ მართლა გემოვნებაზე ყველა და აი ვარ უბედნიერესი, აი მართლა ისე მიხარია, რომ ესეთი საოცარი ბავშვები მოდიან, არ ვიცი, ვერ გამოვარჩევ, ვერც ერთს რა, ანუ იმდენად ყველა ერთნაირად მგონია, რომ ყველა კარგი არის.
და ძალიან მიხარია რომ ესეთი თაობა გვეზრდება და მგონია რომ ყველას უნდა გვიხაროდეს და უნდა უგულშემატკივროთ ჩვენს პატარებს და ახალ თაობას. აი რა გქონია რომ მომღერალში რა არის მნიშვნელოვანი. იცი რა გულისხმობა ზოგიერთისთვის რაღაცა ბევრნაირი მოსაზრება კი არა, ბევრნაირი სათქმელი არსებობს სიმღერით. ვისთვის სიმღერა და ხელოვნება რაღაცა პროტესტის გამოხატულებაა, რომელიც რაღაცა სათქმელს ამბობს. ზოგიერთისთვის სრულად მათემატიკა სიმღერა და რაღაცა ტექნიკურად ვარიაცია. აი, შენთვის რა არის და რას ხედავ მუსიკაში? რა გგონია რომ შენთვის რა არის მუსიკა? შინაგანი იმ წამიერი მდგომარეობა, რომელსაც დავუშვათ სიმღერის დროს ამბობ, თუ შენი ცხოვრება და რაც შეგხვდება პროექტივით, გულისხმობ რომ ეს გაქახვა სამღერი, უნდა იმღერო, ყველაფერი დაძლიო. ანუ პროექტშიც ყოფილვართ და იცი რომ ანუ შეიძლება რაღაც არ გემღერება, მაგრამ უნდა შეასრულო რა და აი ეგ მართლა სუფთა მათემატიკური ამბავი არის, რომ უნდა იმღერო და სამი ხმაც გამოუშვა ხანდახან. ხანდახან ერთდროულად ბექებით შენ უნდა იყო და როდესაც თქვა შენ არჩევანზე არის რაღაცა კონცერტი არის ესეთი მასშტაბური და იმას მღერი რაც შენს გულს და სულს უნდა ეს არის ენით აუწერელი რაღაცა შინაგანი საოცარი ემოცია, შფოთი, ოღონდ კარგი შფოთი. და სულის მალამოარი ასე ვთქვათ რა. თერაპია არის მუსიკა, ნამდვილად და ვიცი ხა ჩემგან არ გესწავლება რომ რაღაცნაირად ყველაზე კარგი წამალია რა, როდესაც ღერი და აი ყველაფერს უშვებ. ანუ აი რაღაც ეს ყველა ემოცია გამოდის და რაღაცნაირად აი იცლები და დადებითი ემოციები ყოფილა შენ ცხოვრებაში ხა ყველას რა თქმა უნდა რთული პერიოდები გქონია ზედმეტ ნაკლებად ყველას და ზოგს ზედმეტად და ყოფილა ეს შეიძლება არ უკავშირდებოდეს ხა არ მინდა რომ მაინც და მაინც რაღაცა ტრაგედიას და უკავშიროთ მაგრამ აი რაღაცა რთული მდგომარეობა თუნდაც შენი შინაგანი რთული მდგომარეობა ყოფილა რომ რაღაც ეტაპზე გიფიქრია რომ აი სიმღერის დრო ახლა არ არის იცი რომ არასდროს არ ყოფილა ესეთი მომენტი ხო ხო აი არასდროს ყველაზე რთულ დროსაც კი არ მიფიქრია ეგ პირიქით მაგ დროს უფრო გიძლიერდება სიმღერის რა თქმა უნდა ანუ აი რომ ვიმღერო და აი ეს მშველის თუნდაც სახლში რომ ვიმღერო ჩემთვის ვიღიღინო ანუ აი ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვურჩევ რა აუცილებლად ყველას ვურჩევ და რომ ახლა ალბათ ძალიან მაგარი თერაპია ახლა ალბათ არის იმის დრო რომ FM-9-ზე შენი ნამღერიც მოვასმენინოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და რეკლამის შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ თემებზე სასაუბრად. გიბრუნდებით ძვირფასებო, ვინც ახლა შემოგვიერთდით. ალბათ თვალს გვადევნებთ ჩვენი პორტალების საშუალებით და მაგდის 53 არხზე სადაც შეგიძლიათ დაინახოთ თუ რა ხდება ჩვენ სტუდიაში და ვინ ყავს სტუმრად, ხოლო ვინც ახლა გვისმენს FM-9-ზე მას შევახსენებ რომ თიკა მახალდიანია ჩემი დღევანდელი სტუმარი რომელთან ერთადაც გადაცემის პირველ ბლოკს უკვე მოვჩით და ახლა გიბრუნდებით მეორე ბლოკით სადაც მგონია რომ ისევ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი ამაზე რომ უნდა დარჩით აუცილებლად ჩვენთან ერთად არტისტული ოთხშაბათი გრძელდება მოკლედ თიკა აი იცი რა მაინტერესებს მოწაფები არ ყოლია არასდროს აი ეს ყოველ შემთხვევაში რაღაც ინდივიდუალური კონსულტაციები შეიძლება გაგიწევია შეიძლება კი არა გაგიწევია მაგრამ ან სტუდია ან რაღაც ერთი პერიოდი იყო გახსოვს შენ ხომ მუშაობდი კი საბავშვო სტუდიაში და რაღაც არ გეცალა თუ რაღაცა და რომ მე დამტოვე რაღაცა პერიოდი კი ერთი თვე თუ რაღაცა აი ეგ იყო ერთი ეგ გამოცდილება კი ბავშვებთან და არის ურთულეს ძალიან რთულია ან პატარა ბავშვებთან მუშაობა რა მაგრამ ნუ ასე თუ ისე ვართმევდით თავს მე მგონი კი თუმცა აი უდიდეს ენერგია გარდა იმ პასუხისმგებლობისა რაც დაუშვათ გააქვს აღებული მომავალ თაობასთან რა ვიცი ძალიან
რთულია რა ძალიან ფიზიკურად რთული. დამღლელია ძალიან კი, იმიტომ რომ ნუ იქ უნდა გააჩუმო, გააჩერო რაღაცა ის ერთობია. ფორმა უნდა მოძებნო თან რო ბავშვმა რა თქმა უნდა, არის ჭუბო არ იყვირო და შენ გენაცვალე შენი ჭირი მეთი რომ და ის ნოტები აჩვენო თან იქ სადღაც მაღლა რომელიც უნდა აიღოს თან რაღაც უნდა გამოძებნო საოცრებული ხელფეხი სასაცილოა თან. ეს მისხო ძალიან რთული. კი ბატონო ხო და აი მაინტერესებს შენი შვილი კი ჩემი შვილი კირა. შენი შვილი კირას მონაცემები მაინტერესებს და აი მაინტერესებს რა იცი რთულია ახლა იმ ადამიანს რომელთვისაც მთელი ცხოვრება სიმღერასა მიძღვნილი და მისთვის ეს თერაპიაცაა, ჰობიცაა, პროფესიაცაა და ყველაფერი უთხრა არჩევანის გაკეთება, მაგრამ თავისი პრობლემები ახლავს რა ბევრი ამ პროფესიას. პრობლემების ხო, კი, ყველა ფეხის ნაბიჯზე არის ძალიან რთული და რთული ეს პროფესია და აი თან რო სულ რო იყო რა, აი არ ვიცი, ნუ ალბათ ძალიან ცოტა შეუძლია და ახერხებს დღეს და აი მაინტერესებს შენ შვილს რა ეს და გადაწყვიტოს რა იყოს თუ მონაცემები ექნება რა თქმა უნდა აღმოაჩინოს. ჯერჯერობით არ აქვს სურვილი არანაირი, თუმცა აქვს მონაცემები. აი ისეთი მაგარისმენა აქვს რომ აი ვერ გეტყვი. და რითმის გრძნობაც და აი ყველაფერი, თან რაღაც ისეთი დამახასიათებელი ცოტა ხინციანი ხმა აქვს. და მაგრამ არ უნდა ჯერჯერობით. თუმცა იცის ყველა სიმღერა აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველა სიმღერა. ანუ ისეთი სიმღერებიც იცის, ანუ რაც ახლა აი ტრენდშია და მე რო არ ვიცი. მით უმეტეს რაც ტრენდშია, ყველაფერი მათ იციან. იმიტომ რომ მე არ მაქვს TikTok-ი და არც მას აქვს, მაგრამ ნუ მაინც კი, სხვადასხვა პლატფორმებზე მაინც ხდება რაღაცა. რო არ მგონია, ნუ აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები როგორ უნდა აირჩიო. შენ ამ ასაკში უკვე ძალიან მკაფიოდ მე 8 წლის ასაკში უკვე რაღაც კონკურსზე გამოვდიოდი. კონცერტი მქონდა უბანში ჩატარებული. რა თქმა უნდა. არა, 8 წლის ასაკში გადასაფარებელი. ძალიან ანუ სპექტაკლშიც მონაწილეობდი, პეპი ვიყავი. ხო, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს თიკა იმას, რომ შეიძლება ბავშვმა არ არა, რა თქმა უნდა, ეხლა 8 წლის ასაკში ჯერ რა ვიცი, ძალიან ადრეა. ხო, შეიძლება მერე მოუნდეს, არც მაგას არ გამოვიწყო. შენთვის ეს რა იქნება? გაგეხარდება თუ შეიძლება დაგაფიქროს ამ რთულმა მომენტებმა? მე არ ვიცი. უბრალოდ ჩემთვის სიმღერა ნამდვილად იმდენად თერაპიულია და არც კი წარმომიდგენია ცხოვრება სიმღერის გარეშე. ხო. მენანება ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს არა განცდილი. თუმცა პროფესიად რამდენად მომინდებოდა რომ ჩემი შვილი ამ პროფესიას მიუძღვნას მთელი ცხოვრება და ეს არაფერს არ ნიშნავს მე რა მომინდებოდა ჩემი შვილისთვის. უბრალოდ ჩემი სახით ხო ბუნებრივი აქ ჩემს სურვილებზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. თორე და არა იმაზე რომ რაღაცა ვერ ვიტყვი რომ ახლა ჩემი სურვილია რომ გახდეს მომღერალი არ არის ეგრე რა. მაგრამ აი რაღაცა პირველ რიგში რა წამოვიდოდა თქო შენს ცნობიერებაში ის რთული გზა რომელსაც ყოველდღიურად გადიხარ. ხო, რა თქმა უნდა არ მენდომებეთ. ხო, ეს უფრო გაგახსენდება თუ ის დაუშვათ რა სიკეთე მოაქვს სხვა დანარჩენი. ხო, იცი რა, მაშინ რაღაცა კარგი უფრო პერსპექტიული პროფესიაც უნდა გქონდეს. და რო ეს ხობა გქონდეს. ხო, შეათავსოს ერთმანეთთან და არ გქონდეს პირველ ხარისხში აყვანილი ეს სიმღერა რა, იმიტომ რომ მაინც რთულია რა. არა და იმდენ დროს მოითხოვს და ამაში თუ თავიდან ბოლომდე არ ხარ. მაშინ უბრალოდ გასართობად არ არის რა, სიმღერა და მუსიკა არ არის, უბრალოდ გართობა ნამდვილად არ არის. ნუ ჩემთვის და შენთვის არ არის და არ ვიცი. მაინც მე მგონია რომ რთულია და მეწოდება. ალბათ, ხო, აი ამ გზისთვის რა. თუმცა რა ვიცი, ხა ჩვენი შვილები რო გაიზრდებიან რა მოცემულობა იქნება. ხო, და როგორ იქნება აი ამ სფეროში. იქნება პროდიუსერები დაიბსოს ჩვენი ქვეყანა. მერთო გვისმინე. და ნუ კარგისკენ წავიდეს ყველაფერი და არა ჩვენსავით რაღაცა ისე. ჩვენით რო რაღაცებს დიდი კონკურსების ახლა ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ბავშვობიდან, ძალიან პატარაობიდან.
მაგრამ რა დამოკიდებულება გაქვს დაუშვათ, იმიტომ რომ შენ როგორც ბავშვი ისეც ყოფილ ხარ კონკურსში, როგორც მოზარდიც, როგორც გაზრდილიც და როგორც ყველაფერი და ხო არ შეიცვალა შენი ხედვა ამ კონკურსებთან დაკავშირებით. რას აძლევს ბავშვებს შენ როგორ ფიქრობ? აი პატარა ბავშვებს რას აძლევს კონკურსები? იმ სტრესს, რომელიც თან ახლავს კონკურსს, გინდა, არ გინდა, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა მიდიოდე კონკურსზე. და როგორ მზადაც არ უნდა იყო ეს, როგორც მენტალურად, ასევე მუსიკალურად, მაინც ახლავს უდიდესი სტრესი. და გამარჯვებულიც სტრესშია, არა მარტო ის, რომ დაუშვათ შეიძლება ერთი გამარჯვებული იყოს, მაგრამ იმ გამარჯვებამდე მისვლასაც კი ძალიან ბევრი შრომა და სტრესი ახლავს. იცი რა, არ მახსენდება, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ აი არ მახსენდება სტრესულად არც ერთი და რა. აი პირიქით მინდა რომ გაჟღერო, იმიტომ რომ ძალიან ახალი დამოკიდებულებაა, რომ აი ბავშვმა სტრესი არ მიიღოს, საერთოდ არ ვიყავი სტრესში არსად. ყველა მხრიდან ბამბებში და არა და ურთულეს კონკურსებში გამოგვივლია. არსად კონკურსში ანუ არ ყოფილი ვარ სტრესში. ხო და აბა თქვი მოყევით იქ. პირიქით ძალიან ვიხარო და ანუ რა ვიცი. მე მგონია რომ თუ მშობელი თავში არ გიტევის იმას, რომ შენ ახლა ხო იცი აქრისთვის ხარ. არანაირად რა თქმა უნდა თუ გაძალებენ და თუ რაღაცა აბა ახლა არც პროექტში, არც იმაში კონკურსში იქნება თუ ფესტივალზე არ მახსოვს ის გარემო, სადაც მე ვისტრესებოდი, იმიტომ რომ იქ ამომავალი არის მთავარი წერტილი არის სიმღერა. კარგად შევასრულო და დამთავრებული. ყველას აქვს თავისი რაღაც დანიშნულება, რომელიც უნდა რომ არ უყურებდი აი ამ კონკურსებს რაღაცა კონკურსს და რაღაცა შეჯიბრებას არ შემეძლო. რო სახში უნდა მიმეტანა გამარჯვებული სიგელი არანაირ დავალება მსგავსი არც პედაგოგისგან და არც არავისთვის არ განან. აბა რა ალბათ ეს არის თავარი რომ და ასე რომ თვლი რომ ესე იგი ბავშვებს არ ჩაბუნერგოთ რომ ეს არის რაღაცა შიში რაღაცა სპორტი თუ რაღაცა არ არის სპორტი და ხო კი ოლიმპიადა. ოლიმპიადა არ არის და პირიქით უნდა ისიამოვნონ აი ამ კონკურსშიც და საერთოდ მუსიკაში ისიამოვნონ და დამთავრდა. ზრდის მომღერალს და იცი რა, კი, რა თქმა უნდა. ან ზრდის აუცილებლად კარგი პედაგოგები თუ არიან. რა თქმა უნდა და სწორად მოცემული სიმღერები და მაინც იზრდები რა თქმა უნდა კონკურსში. აბა რა ის გამოცდილება კი ის 2 თუ 3 წუთი რომელიც მარტო შენს თავზე ხარ დამოკიდებული და დიდი აუდიტორია. ეკრანზე მუშაობა სწავლობ და 1000 რაღაცას. მაინც ძალიან კარგია რა და ყველაფერში დადებითი უნდა ვეწებოთ და არა უარყოფითი და რაღაც სტრესი და შფოთები შორს აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იკა, ალბათ საფხულის გეგმებიც გიქნება რომ მეც იმედი მაქვს რომ უამრავი კონცერტი და აწი შემოთავაზებები იქნება. ოდნავ დაგვიანდა, მაგრამ იმედი გვაქვს რომ უფრო გააქტიურდება საზაფხულო სეზონი და წარმატებები მივიდეთ რომ მე შენ გისურვებთ ახალგაზრდული სიმღერით გელოდებით ჩვენთან როგორც დასაპრემიერებლად ასე ამ სიმღერაზე სასაუბროთ და ნებისმიერ სიახლეზე რომელიც შენ შემოქმედებაში და ცხოვრებაში იქნება და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი დღე მადლობა შენ მიყვარხარ